გამარჯობა, მე გიორგი ვარ და დღეს განვიხილავთ Honor-ის AI smartphones. Honor X8D მძლავრი ელემენტით, სოლიდური დიზაინით და კარგი ეკრანით. მისი განსაკუთრებელი მახასიათებელი გამძლეობაა. უძლებს 2 მეტრამდე ვარდნას და აქვს შესაბამისი ხარისხიც. მოდით ახლა ერთად გამოვცადოთ ეს ყველაფერი. Tada! როგორც ნახეთ, იდეალურად გაუმკლავდა ტელეფონი. ისე მუშაობს და დაზიანება არ აქვს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მოდელი წყალგამძლეა და აკმაყოფილებს IP65 სტანდარტებს. გამოირჩევა ძალიან თხელი და მსუბუქი კორპუსით. სისქე 7.5 მმ-ია, ხოლო წონა 188 გრამია, რაც დიდი ეკრანის ტელეფონისთვის საკმაოდ კომფორტულია. მოწყობილობას აქვს თანამედროვე მინიმალისტური დიზაინი და მეტალის ტექსტურის მსგავსი პლასმასის უკანა პანელი, რომელიც ანაბეჭდებს არტოვებს. ვიწრო ჩარჩოები კი smartphones სოლიდურობას მატებს. არ უნდა გამომჩეს ეს მულტიფუნქციური ღილაკი, რომელზეც მოგვიანებით დეტალურად ვისაუბრებთ. 6.77 ინჩიანი AMOLED ეკრანი 120 ჰერციანი განახლების სიხშირით და მაღალი სიკაშკაშით. უზრუნველყოფს ძალიან გლუვ ანიმაციებს, მკვეთრ ფერებს და კომფორტულ ხედვას. მზიან პირობებშიც კი. მუშაობს Snapdragon 6S 4G Gen 2 პროცესორზე, რომელიც ყოველდღიურ გამოყენებაზე არის გათვლილი ბრაუზინგზე, სოციალურ ქსელებზე და მსუბუქ თამაშებზე. Smartphones აქვს 8 GB ოპერატიული და 128 GB-იან 256 GB-ის შიდა მეხსიერება. ასევე Honor RAM Turbo ტექნოლოგია, რომელიც ოპერატიულ მეხსიერებას აორმაგებს შიდა მეხსიერების ხარჯზე. თუმცა ის შედარებით ნელია, ამიტომ ვერ ვიტყვით ბოლომდე 16 GB RAM-ს, მაგრამ ის აქ არის და მზად არის გვემსახუროს. ეს მოდელი გამორჩეულია AI მრავალფეროვნებით, რასაც ეტაპობრივად გაგაცნობთ. ოპერაციული სისტემა არის Android-ზე დაშენებული Magic OS, AI მრავალფეროვანი მხარდაჭერით. იქნებ ტექსტის გენერაცია, სურათების რედაქტირება, თუ ზემოთხსენებული Smart ღილაკი. მას ასე, შევდივართ პარამეტრებში, შემდეგ Honor AI და Smart ღილაკში. აქ გვხვდება 3 დაჭერის ტიპი: მოკლე, ორმაგი და ხანგრძლივი. თითოეულის დანიშნულება შეგვიძლია ჩვენი სურვილისამებრ შევცვალოთ, რაც უფრო ამარტივებს smartphone-ისა და მომხმარებლის კომუნიკაციას. მაგალითად, დავამატოთ ჩემი ყველაზე ხშირი დამხმარე, Google Lens-ი და ერთი ღილაკის დაჭერით მენიუს დაიმეგის გარეშე აპლიკაცია მზად არის გამოსაყენებლად. ასევე შეგვიძლია დავაყენოთ AI ასისტენტი, რომელიც ასევე მორგებადია მომხმარებელზე. მოკლედ, იმდენი AI ფუნქცია აქვს, ყველაფერს ერთ ვიდეოში ვერანაირად ვერ ჩავატებთ. ამიტომ გადავიდეთ კამერაზე, სადაც ასევე გვეხმარება AI. X8-ს აქვს 2 კამერა. 108 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა, რომელიც იღებს მაღალი გარჩევადობის ფოტოებს, როგორც დღის, ისე ღამის შუბლზე. ასევე პოპულარული ფართოკუთხიანი და წინა 16 მეგაპიქსელიანი მაღალი გარჩევადობის კამერა. AI. Honor-ს უყვარს მისი ჩაშენება ყველგან და გამონაკლისი არც კამერაა. აქ ის გვეხმარება ფოტოს გაფართოებაში და არასასურველი ობიექტების ამოღებაშიც. ფოტოს დეტალების განკვეთრებაში და ბევრი სხვა. გადავიდეთ Honor-ის მთავარ Honor-ზე, რაც არის მისი გიგანტური 7000 mAh-იანი ელემენტი, რომელიც ფაქტობრივად 2 დღის მანძილზე მუშაობს ერთი სრული დამუხტვით. ასევე მხარს უჭერს 45 ვატიანი სწრაფი დატენვა, რაც ამცირებს დიდ ელემენტთან დაკავშირებულ დატენვის დროს. და ხო, 0-დან 100%-მდე სულ რაღაც 90 წუთში იტენება. კიდევ უამრავი დეტალია, რომლის სულ განხილვას რამდენიმე საათიანი ვიდეო დაჭირდება. მაგრამ ამ ხელა ვიდეოს ყურებას სჯობს თავად გამოსცადოთ Honor-ის ყველა ფუნქცია. Honor X8D არის კარგი საშუალო კლასის smartphone, რომელიც განსაკუთრებით გამოდგება მათთვის, ვისაც სჭირდება დიდი ეკრანი, ძლიერი ელემენტი და AI ასისტენტის სწრაფი, ხანგრძლივი და კომფორტული გამოყენებისთვის. დღეისთვის კი სულ ეს იყო, მეგობრებო. დეტალური ინფორმაციისთვის და ფასებისთვის ეწვიეთ ვიდეოს აღწერაში მითებულ links. მე კი დროებით დაგემშვიდობებით.